გამარჯობა, დღეს 15 ივნისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1992 წლის 15 ივნისს დაიბადა ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი. 2017 წლიდან ის იცავს ლივერპულის ღირსებას, სადაც მოიგო უამრავი ტიტული, მათ შორის ორჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა და UEFA-ს სუპერთასი. 1946 წლის 15 ივნისს დაიბადა ბერძენი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი დემის რუსოსი. 1964 წლის 15 ივნისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი კორტნი კოქსი. ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა მონიკა გელერის როლის შესრულებით სატელევიზიო სერიალში მეგობრები. 1994 წლის 15 ივნისს დაიბადა განელი ფეხბურთელი ინიაკი ვილიამსი. 1969 წლის 15 ივნისს დაიბადა ამერიკელი რეპერი, მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი, კინო და მუსიკალური პროდიუსერი აის კიუბი. 1969 წლის 15 ივნისს დაიბადა გერმანელი ყოფილი ფეხბურთელი ოლივერ კანი. ის ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ. მას კარიერის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს მიუნხენის ბაიერნში, სადაც მოიგო უამრავი ტიტული, მათ შორის 8ჯერ გერმანიის ჩემპიონატი, 6ჯერ გერმანიის თასი, UEFA-ს თასი და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა. 1996 წლის 15 ივნისს დაიბადა ნორვეგიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი ავრორა. 1964 წლის 15 ივნისს დაიბადა დანიელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი მიქაელ ლაუდრუპი. ის ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო დანიელ ფეხბურთელად. ლაუდრუპი თამაშობდა ისეთ ცნობილ კლუბებში, როგორებიც არის ლაციო, იუვენტუსი, ბარსელონა, მადრიდის რეალი და აიაქსი. 1936 წლის 15 ივნისს დაიბადა ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული სპორტის ოსტატი თენგიზ არაბული. მას აღზრდილი ჰყავს საბჭოთა კავშირის, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები. ის არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და ღირსების ორდენის კავალერი. 1933 წლის 15 ივნისს დაიბადა ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე ბორის წიფურია. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.